დასაუბროთ. თქვენნაირ ადამიანთან უნდა მოვიდეს, იმიტომ რომ თქვენთან იმიტომ მოდის ადამიანი, რომ მე მას არ უწევს, რომ იქ რატო იყავი ან რატო არ იყავი, ხო თქვენ ხართ სუბთა წარსულის ადამიანი და მიყვებით თქვენ საქმეს ლამაზად, წესიერად, პატიოსნად გოხდათ. დიდი მადლობა. მშვენიერი პრეზენტაცია იყო. როგორი პრეზენტაცია იყო? არაჩვეულები. ისე პოპულარობა რთული არის თქვენთვის? ყველა რო გიცნობთ. როგორ არის იცი? აი, პოპულარობაზე უფრო რთული რა არის? კაცი მოდის და მე მგონია რომ რაღაცა ბატონო გელა როგორ ხარ, რა მაგარია და ადრე თუ თვეში მქონდა გასავალი, თქვათ ერთი 20-30-50 ლარი, ახლა მომემატა და ყველას გონია რომ უკეთესად მაქვს საქმე და ახლა ავედი 200.000-მდე უკვე და ძნელია რა თქმა უნდა, ძნელია. პოპულარობას მოაქეს ყველაფერი. ხო არ დაკვირვები ხართ, რომელი ვიდეოა ყველაზე პოპულარული თქვენი? ჩემი ვიდეო ყველაზე პოპულარული არის ერთი ჯეტურის ავტომობილი, რომ დუბაიში ვაჩვენე ადამიანებს, მოსახლეობას, რომელიც უკვე 2 მილიონამდე ავიდა, ხო? დაახლოებით 2 მილიონამდე და მეორე ყველაზე მაგარი, მე რომელიც მომწონს, ჩინეთში რო ვიყავი ხორგოში და ის ქალთან რო ბოდიში ამ სიტყვაზე მაყურებელთან გავიღადავეთ რა, გავიხუმრეთ. ეს ხუმრობა რა არის? აი, ბიზნესში ხარ თუ, სადაც არ უნდა იყო, იუმორით თუ არა გაქვს, იუმორით თუ არ უყურე ყველა საქმეს, მაშინ ცხოვრებაში წინ ვერ წაიწევი. მე მთელი ჩემი ცხოვრება ესევა. მთელი ჩემი ცხოვრება და ენერგიაც ესე მაქვს რა, რომ ენერგიას მაძლევს ეს ხუმრობა. იუმორი უნდა გქონდეს, იუმორით უნდა იცხოვრო, სპორტი უნდა გიყვარდეს და ყველაფერს მიაღწევ. მიუღწეველი ამ ქვეყანაზე არაფერი არ არის. წინასწარ კიდე დაგეგმვა ეს არა. მაგრამ ამას რა თქმა უნდა, მაინც მეგრელის ჭკუა უნდა. უნდა, ხო მე ბებიები მყავდა მეგრელები და მეტყობა რაღაცა. იმიტომ მაგარი რო. ხო, წამადგა, ნამდვილად წამადგა. თქვენ როგორც საავტომობილო სფეროს ექსპერტი, ანუ ხო არ უკავშირებთ ქართული ფეხბურთის წარმატებას იმას, რომ შავი BMW-ს ეპოქა დასრულდა ფეხბურთში? უყურე, როგორ არის? შავი BMW-ს ეპოქა დასრულდა საქართველოში. მე მინდა ახალი რაღაც გავაკეთო ქვეყანაში. აი ყოველთვის რაღაცას ვაკეთებდი და აი თქვენი არხით ვამბობ, აი თქვენთან ერთად თქვენი დანდასრებით ვამბობ. გელა ბარკალაია იმდენ რამეს გააკეთებს და რომ